გარემოს დაცვით და ნარჩენების სწორად მართვის საკითხს ეხმიანება ჩვენი შემდეგი ბლოკიც და Restless-ის სპეციფიკური ნარჩენების მდგრადი მართვისა და ცნობიერების ამაღლების პირველი საპილოტო რეგიონული კამპანია უნდა მიმოვიხილოთ, რომელიც სტარტს აიღებს კახეთის რეგიონიდან. პროექტის პირველი ეტაპი ითვალისწინებს კახეთის 8 ქალაქის 35 სკოლაში ელექტრონარჩენებისა და ბატარეების შესაგროვებელი ინფრასტრუქტურის განთავსებას, საგანმანათლებლო შეხვედრებს, მოსწავლეებისათვის ცნობიერების ამაღლების აქტივობების განხორციელებას, სკოლებს შორის 14 დღიანი კონკურსის ჩატარებას. პროექტის მიზნებზე და სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. გიორგი გულიაშვილი, საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაციის თავმჯდომარე გვერდება საქმიანი საღამოს სტუდიაში. გიორგი, საღამომშვიდობის. სალამი. მადლობა გადაცემაში მომბრძანებისთვის. მნიშვნელოვანი თემაა, მით უმეტეს დღეს 22 აპრილია. კარგად დავამტყიეთ თქვენი სტუმრობა, დედამიწის დღის აღნიშვნას. მოდით ამ პროექტზე ვისაუბროთ, მისი მიზნები, რა და გზავნილები რა არის პირველ რიგში უთხრით მაყურებელს. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენი ასოციაცია არის სპეციფიკური ნარჩენების მართვის ასოციაცია, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ვაგროვებთ ნარჩენებს და უნდა გადავამუშავოთ ეს ნარჩენები. ეს ყველაფერი გამომდინარეობს იმ კანონმდებლობიდან, რაც ჩვენმა მთავრობამ მიიღო უკვე 2022 წელს ძალაშია და ყველანი ჩართულები ვართ, ეს მწარმოებლები იქნებიან თუ იმპორტიორები და ასე შემდეგ. მოკლედ, ახლა ჩვენ დავიწყეთ პირველი კამპანია, ფართომასშტაბიანი კამპანია, რეგიონალური კამპანია, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საქმიანობა გავშალოთ მთელი ქვეყნის მასშტაბით და პირველი რეგიონი, რომელზედაც ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ, ეს არის კახეთის რეგიონი. კახეთში ნაკლებად ქონდა ჩვენ აქტივობა და ჩავთვალეთ, რომ ესეთი კამპანიური ხასიათი მიგვეცა ამისთვის. სკოლები რატომ აირჩიეთ მიმართულებით? სკოლები რატო აირჩიეთ და თქვენ წინა სიუჟეტშიც ახსენეთ, რომ გერმანელი ბავშვის ინიციატივით 1 ტრილიონი ხე უნდა დაირგოს და აი სწორედ მაქედან გამომდინარე, იმიტომ რომ ბავშვები არიან ძალიან კრეატიულები, ძალიან მიმღები სიახლეების და მე ამ სიახლეებს თვითონ ნერგავენ და მე უფროსებსაც აიძულებენ, რომ სწორად მოიქცენ და ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები და მეგობრები არიან ბავშვები და ჩვენ გვინდა რომ სწორედ სკოლებიდან დავიწყოთ ამ კულტურის ჩამოყალიბება, რასაც ნარჩენების სწორი მართვა ქვია. ხო, ჩვენ გვსმენია რომ ბავშვის ქცევაზე გავლენა მშობელი ახდენს, თუნდაც ეს ნარჩენების მართვას ან გადაყრას ეხებოდეს, მაგრამ ბავშვს შეუძლია მშობლის ქცევაზე მოახდინოს გავლენა და მნიშვნელოვანია ალბათ ბავშვების ქცევაზე ვიმუშაოთ. კი, რა თქმა უნდა, ჩვენ განსაკუთრებით ჩვენი ტიპის ქვეყნებისთვის, სადაც ეს კულტურა არ არსებობს ჯერ კიდევ და სეპარირებულად ნარჩენებს არ ვაგროვებთ, ჩვენ ახლა გვიწევს, რომ ეს ინფორმაცია გავავრცელოთ, ცნობიერება ავამაღლოთ და შესაბამისად სწორი არის, რომ ბავშვებიდან დავიწყოთ, იმიტომ რომ ბავშვები ამას ადვილად ითვისებენ და მე ხო ნერგავენ თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. მთელი ცხოვრება ინარჩუნებენ წესით სწორად ჩამოყალიბებულ ჩვევებს, რაღაცნაირად ძალიან რთული ადამიანი ამ მიმართულებით ერთხელ წავიდეს და შემდეგ გადაუხვიოს გზიდან მარტივად რომ თქვა. აქვე ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი არის ელექტრომოწყობილობების ნარჩენები და ბატარეები, რატომ არის მაინც და მაინც ეს კატეგორია განსაკუთრებით საფრთხილო და რატომ არ არის მაგალითად ბატარეა ისეთივე ნარჩენი, როგორც შეიძლება გვეგონოს ბოთლი, აი ესეც რომ აუხსნათ მაყურებელს უფრო მკაფიოდ. დიახ, ჩვენ თავიდანვე ვახსენეთ, რომ სპეციფიური ნარჩენების ასოციაცია ვართ, შემგროვებელი და გადამამუშავებელი. სპეციფიური, იმიტომ არის ეს ნარჩენები, რომ შეიცავს ისეთ სახიფათო კომპონენტებს, რომელიც თუ გარემოში მოხდება, საბოლოო ჯამში გარემოს დააბინძურებს და ჩვენს ჯანმრთელობასაც მიაყენებს ზიანს. და განსაკუთრებით ბატარეას შეეხება ეს, იმიტომ რომ ბატარეაში არის მრავალი ელემენტი, ქიმიური ელემენტი. არის მეტალები და ამის კონცენტრაცია როცა ხდება ძირითადად სადმილის ბატარეები ხო დღესაც ალბათ ნაგვის ურნაში და ხო და ნაგავსაყრელზე მე ნაგავსაყრელზე და ნაგავსაყრელებიც ახლა მოგეხსენებათ რომ ჩვენ არ აგვაქვს თანამედროვე ნაგავსაყრელები საბოლოოდ ნიადაგში ნიადაგიდან წყალში და წყლიდან მდინარეში და მე ჩვენ სავარგულებში და საკვებ ეკოსისტემაში ხდება პირდაპირ საკვებში წყალში და ჰაერშხოლგან კი და ელექტრომოწყობილობებიც მსგავსი ტიპის ნარჩენები არის, სადაც ბევრი ისეთი სახიფათო ნივთიერება არის, რომელიც უხილავ საფრთხეს წარმოადგენს ერთგვარად. გიორგი, რა ხდება ზოგადად ამ ელექტრომოწყობილობებს რომ დაუბრუნდეთ ამ კუთხით ახლა? რამდენად დიდი და მასშტაბურია პრობლემაა საქართველოში, იმიტომ რომ მაგალითად ძველი ტელეფონიც მათ შორის მობილური smartphone-ი, რომელსაც ჩვენ აღარ ვიყენებთ, ის მიდის სანუგეში, რაც არ შეიძლება აპრიორში ამის გაკეთება. კი, ჩვენ
რა პრობლემაა? რამდენ მასშტაბურია ეს პრობლემა ჩვენ? პრობლემა მასშტაბურია ზოგადად სოფლიოს მასშტაბითაც და საქართველოს მასშტაბით განსაკუთრებით. იმიტომ რომ ჩვენ არ ქონდა ინფრასტრუქტურა გარდა ჯართის ჩამარეველი პუნქტებისა, ხო? ხო, მეორე მხრივ საწავიო, აი მოქალაქე გეკითხებათ, რომ ეს საწავიო. ხო, თან ტელეფონს ალბათ ჯართის ჩამბარებელ პუნქტში არავინ არ მეიტანს. დიახ, ზუსტად. ამიტომაც უყურეთ მსხვილი ტექნიკა, რომელსაც ჩვენ საყოფაცხოვრებო ცხოვრება ტექნიკა, როგორც არის მაცივარი, მაგალითად სარიცხის მანქანა გასკურა, ეს მიდის ჯართის ჩამარებელ, ყველაფერი იქ არ მიდის, მაგრამ რა გარკვეული ნაწილი. ხო, დანარჩენი ნაწილი არის, რომ ვინახავთ, ალბათ ბევრს აქვს სახში შენახული ტექნიკა, ხო? ძველი ტელეფონების. კი. და ეხლა ჩვენ კვლევა ჩავატარეთ და ამ კვლევის მიხედვით დაახლოებით 80% გამოკითხულების 800 ადამიანი გამოკითხეთ და თუ აგდებს ამას ნაგვისყუთში აგდებს განსაკუთრებით წვრილ ტექნიკას და საყოფაცხოვრებო ტექნიკას და თუ არა და ინახავს ესე უჯრაში და ამის ნიშნულობა ის არის რომ ჩვენ ერთი რომ გარემოსდაცვითი კუთხით რო შევხედოთ ვაბინძურებთ გარემოს ხო ჩვენ ცხოვრობ ჩვენ საარსებო გარემოს ვაბინძურებთ და მეორე მხრივ არის რესურსი ხო მე ვახსენე რომ იქ არის ქიმიური ელემენტები არის მეტალები. ხო, ეს რესურსი დასამარხად ხო. არასწორია ეს მიდგომა. რა თქმა უნდა, 90-იან წლებიდან შეიცვალა მიდგომა და ამ სწორხაზოვანი ეკონომიკიდან გადავედით ცირკულარობისკენ ვცდილობთ ყოველ შემთხვევაში. გადავედით ნაკლებად, მაგრამ გვინდა რომ გადავიდეთ. ხო, ესეთი განზრახვა არსებობს და ჩვენც დავიწყეთ ახლა ეს პროცესი და უკვე დაახლოებით 500-მდე ადგილი გვაქვს, სადაც შევიბარებთ ამ ტიპის ნარჩენებს ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ თავად თქვენ როგორ ახორციელებთ გადამუშავების ოპერაციებს, რა გაქვთ ადგილობრივად, რა გადის აუთსორსზე და აი რომ გაიგოს მაყურებელმა მაგალითად მისი ტელეფონი ან თუნდაც ძველი კომპიუტერი რა გზას გაივლის და როგორ შეიძლება ის გამოადგეს ვინმეს ოდესმე. ბიზნეს ჩართულობაც მან მნიშვნელოვანია. კი, ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია და ერთი სასიხარულო ამბავი ის არის, რომ აქამდე არ ქონდა ეს გადამამუშავებელი საწარმოები, იყო მცირე ზომის საწარმოები, სადაც ხდებოდა მაგალითად ჩვენ ყავს ერთი კომპანია ვისთანაც თანამშრომლობთ, მას აქვს ნებართვები, რომ ეს ელექტროტექნიკა მიიღოს და მექანიკურად დაამუშავოს, ანუ დაშალოს და მე ეს დაშლილი კომპონენტები სხვადასხვა მიმართულებით მიდის. მაგრამ ეხლა ჩვენ ვიმუშავეთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ამ 3 წლის განმავლობაში, რაც ჩვენ ბაზარზე ვართ წარმოდგენილი და ჩვენ გვაქვს უკვე კონკრეტული პროექტები, რომელსაც ვახორციელებთ და ნუ 3 თანამედროვე ტექნოლოგიურად აღჭურვილი ქარხანა ჩამოვიდა და დამონტაჟდება საქართველოში. პირველი არის საბურავის გადამამუშავებელი, მეორე არის სწორედ ელექტრომოწყობილობის გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც დაახლოებით 15,000-დან 20,000 ტონას გადაამუშავებს. ეს თვიური წარმატებაა თუ წელიწადში? ტექნოლოგიური ხაზია სრულად, ანუ ავტომატიზირებული, ანუ ეს ტექნიკას ვაკუცმაცებთ და მე ეს დაკუცმაცებული, დახარისხებული მეტალები გამოდის ცალ-ცალკე, იქ სახიფათო კომპონენტების, რა თქმა უნდა, ხდება შესაბამისი მოპყრობა და დამუშავება და ნუ აი ეს პროექტები უკვე ჩაშვებულია და როდის იქნება სრულად? საბურავების ქარხანას შემოდგომაზე უკვე გავუშვებთ, ეხლა შეკვეთილია და სექტემბრის თვეში უნდა ჩამოვიდეს უკვე და დავამონტაჟოთ. და ელექტრომოწყობილობის ქარხანა იქნება მომავალი წლის გაზაფხულის ამ გიორგი ეს კომერციულადაც შეკრული პროექტია, ასე ვთქვა? რა თქმა უნდა, ეს გადამუშავების ნაწილი არის კომერციული ნაწილი, თუმცა აქამდე იყო ბევრი მცდელობა, რომ რაღაც გადამამუშავებელი საწარმოები გაკეთებულიყო, მაგრამ ხურეთ ხო აი ეს წარმოების გაფართოებულმა ვალდებულებმა ამას ხელი შეუწყო და დააჩქარა ეს პროცესი, იმიტომ რომ ჩვენი პარტნიორები ამაში არიან ჩართული ჩვენი მსხვილი პარტნიორები, ვინც ამ სქემის მონაწილეები არიან და რა თქმა უნდა მათი ინვესტიციით კეთება ეს, თუმცა ხო, საწარმოების კომპონენტიც არის და ჯამური ინვესტიცია ამ 3 პროექტის არის 30 მილიონი და ეს რუსთავში იქნება თან ჰაბის სახით წარმოდგენილი. 3-ვე რუსთავში იქნება? 3-ვე იქნება ერთ ადგილას 10,000 კვადრატულია შენობა, ეს შენობის რემონტი ახლა მიმდინარეობს, სულ მალე დასრულდება და საწარმოები რო ჩამოვა, უკვე დავამონტაჟებ და გავუშვებ. შემდეგ გადამუშავებული, ასე ვთქვა და მეორადი გამოყენებისთვის და ცირკულარული ეკონომიკის ვარგისი და მასალა ექსპორტი იგეგმება, ხო? თუ იცით რა, აი მაგალითად მეტალებს ახლა მეტალურგიას მივაწვით და ეხლა მეტალურგიას ვაწვით ჩვენ, რასაც ვამუშავებთ. საბურავის ნაწილში? საბურავის ნაწილში ძალიან საინტერესო პროექტი გვაქვს. ჩვენ ვიმუშავეთ ასევე ამ რეზინის გამოყენებაზე. ეხლა წარმოიდგინეთ 20,000 ტონა საბურავს რო გადავამუშავებთ, გაქვთ დაახლოებით 15-16,000 ტონა რეზინის პუდრი ან გრანული. და ჩვენ ნახეთ ყველა საუკეთესო გამოსავალი არის რომ ასფალტში ერევა ეს და გამოდის ბევრად უფრო მდგრადი და ხარისხიანი ასფალტი.
ეხლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და მათ აქვს ეს დაანონსებული, რომ ასფალტი უნდა იყოს მოდერნიზებული და ნუ შესაბამისად ამ ცვლილებებზე მუშაობთ. თან უკეთესი მოჭიდებაც აქვს. რა თქმა უნდა, ხლაური არ აქვს, მოჭიდება აქვს, წყალი არ შედის, მოედნებზეც იყენებენ სხვათა შორის საფეხბურთო მოედნებს რაც ყოფილ. ხელოვნურ მოედნებსაც აკეთებენ, მაგრამ ჩვენ იმდენ დიდ რაოდენობაზე ვსაუბრობთ, რომ აქ ხელა მოთხოვნა საქართველოს ხო, მაგრამ მოედნას ეხა ვერ მაგრამ ასფალტი შეგვიძლია. ასფალტი შეგვიძლია და ძალიან კარგი. ამ ღონისძიებასაც რომ დაუბრუნდეთ, მიმდინარე როგორ უნდა გაზომოთ, ასე ვთქვათ, შედეგი, რა ტიპის მეტრიკებს იყენებთ ამ შემთხვევაში, რა უნდა მოგცეთ, რა უნდა მისცეს ადამიანებს ღონისძიებამ, რომელიც უკვე სტარტს იღებს და მხოლოდ კახეთი იქნება თუ გეგმოთ სხვა რეგიონებში. ჯერჯერობით კახეთით დავიწყეთ, პირველი ამ გაზაფხულზე იქნება კახეთი და ნუ ეს ემთხვევა იმ სასკოლო პერიოდს, იმიტომ რომ ბავშვებთან გვაქვს ურთიერთობა და როცა სკოლაში დადიან, მაშინ მივდივართ უკვე ჩვენ ვიყავით თელავში და ახმეტაში, 11 სკოლას უკვე ვისტუმრეთ, მათ შევხვდით, ჩაუტარეთ ეს საინფორმაციო კამპანია, ცნობიერების სამაღლების შეხვედრები ქონდა და ეს სკოლები უკვე დაუანონსეთ მათ, რომ მოკლედ კონკურსი გაიმართება 35 სკოლას შორის, ჩვენ დავუდგათ ჩვენს ბრენდირებულ ხუთებს, დიდი ზომის ხუთები გვაქვს და ეს სკოლის ბავშვები მოიტანენ იმ გამოსულ წყობიდან გამოსულ ტექნიკას, რომელიც მათ წლების განმავლობაში სახში აქვთ და არიციან საწაიღონ და ჩაგვაბარებენ და ნუ გამარჯვებული სკოლა გამოვლინდება, რომელიც სკოლაც ყველაზე მეტ ნარჩენს შეაგროვებს, ამ ეტაპზე ის სკოლა იქნება გამარჯვებული. თუმცა ბავშვებისთვის ალკე გვაქვს კიდე სხვადასხვა პლატფორმებზე, მათ შორის TikTok challenge გვაქვს, რომელშიც ვიდეოები ჩაწერონ ამ მიმართულებით და თვითონ გადაიღონ და თვითონ ჩაწერონ ვიდეოები და რომელი ვიდეოებიც ყველაზე მეტ მოწონებას დაიმსახურებს, მათ კიდე ალკე დავაჯილდოებს და საბოლოო ჯამში 30 მაისს ეს ფესტივალის სახით დაგვირგვინდება ეს ჩვენი კამპანია და მასშტაბური ფესტივალი გველოდება კახეთში. ო, ჩვენი ინიციატივაა, ჩვენს ბავშვობაში მაგალითად არ იყო ეს ინიციატივები, ჩვენ ალბათ ჩვენ მაკულატურებს ავარებდით. არა, რაც უფრო მეტ ნარჩენს შეაგროვებდი, მე პულს აიღებდი ჯარში. თვითონის მიიღე პუნქტში სკოლიდან ესე იყო, ესეთ შეჯიბრი და ჩელენჯი იყო. მაშინ ეგეთი მიგდომა. არარეგულირებული რა ჩელენჯი. თქმა უნდა, არარეგულირებული სექტორი იყო. გიორგი, მადლობა. სტუმრობისთვის წარმატებები ამ პროექტში ჩართულ ადამიანებს, სკოლებს, ბავშვებს, ვინც რეალურად ინტერესდება ამით და ვინც იქნება შემდგომში პოლიტიკის გამტარებელი დარწმუნებული რომ არჩევნების მართვის თუ სხვადასხვა მიმართულებით ქვეყანაში. გიორგი გულიაშვილი იყო ჩვენთან ერთად საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაციის თავმჯდომარე.